მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ისევ საკონსულტაციო სასამართლოსთან გრძელდება პროევროპული აქცია ბათუმში მოქალაქეები ისევ დგან ქუჩაში ისე უცვლელია მოთხოვნები რეჟიმის პატიმრების სინდისის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ მოქალაქეები რომლებიც თითქმის უკვე 500 დღეა ქუჩაში იკრიბებიან ყოველდღიურად ეს უწყვეტი პროტესტია არ მარტო ბათუმში და თბილისში არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება ეს საპროტესტო აქციები და მოქალაქეების მთავარი გზავნილია რომ ისინი არაპირებენ შეჩერებას მაშინ როცა ჩაუკეტეს საქართველოს გზა ევროპისკენ რაც ნიშნავს პირდაპირ და მკაფიოდ ამ ქვეყნის თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხეს რომ ქვეყანა აღმოჩნდება რუსეთის ხელში რადგანაც ძალიან მარტივია წარმოვიდგინოთ თუ რა შეიძლება დაემართოს საქართველოს აგრესორ რუსეთის პირისპირ როცა ეს რჩება სრულიად მარტო მეგობრების და პარტნიორების გარეშე ამიტომაც მოქალაქეები საქართველოში მიიჩნევენ რომ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და მას შეუერთდეს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი რომ ვერ მოხერხდეს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარება და მოხერხდეს ამ ქვეყანაში დემოკრატიის გადარჩენა რაც პირდაპირ უდრის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყანაში თავისუფლების გადარჩენას. ასე უცვლელი მოთხოვნაა სინდისის ტყვეების რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ამ მოთხოვნებით გრძელდება ეს პროტესტი როგორც ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მათ შორის ახლაც პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქცია იმის მიუხედავად რომ არაერთი რეპრესიული კანონით ქართული ოცნება ცდილობს რომ ჩაახშოს ეს პროტესტი მაინც გრძელდება პროევროპული საპროტესტო მოძრაობა ქვეყანაში. მინდა გავისაუბრო დღეს ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილეებს ბოლო სიახლეებზე მათ შორის მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გამოქვეყნდა დღეს ქვეყნდება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუსის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის, ანუ იგივე ჰააგის სასამართლო, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, პოლიტიკური დევნის წამების და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ეს მე გიკითხავ ციტატას რომის სტატუტი არის დოკუმენტი, რომელთაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ვინაიდან საქართველოს ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. ამ სიახლეზე მაგალითად დღეს იურისტი საბა ბრაჭველი წერდა რომ ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი შემთხვევა, ისტორიაში პირველად საერთაშორისო ინსტრუმენტი მით უფრო ამ ხელწონის მქონე იგულისხმება ეუთოს მოსკოვის მექანიზმი მოუწოდებს რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოებს განხილონ მიმართვა საქართველოში არსებული სიტუაციის გამო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის. ჩვენ ჰააგას რომ უწოდებთ იმას წერს საბა ბრაჭველი. აჩენს თუ არა ეს იმ შესაძლებლობას რომ დაისაჯონ ქართული ოცნების წარმომადგენლები რომლებიც სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს პროევროპული აქციის მონაწილეების უფლებებს მათ შორის საუბარია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შემთხვევაზე რაც BBC მომზადდა ჟურნალისტური გამოძიება და ეს ფილმი გამოქვეყნდა გასული წლის 1 დეკემბერს და სწორედ ამის შემდეგ გამოქმნდა ეუთოს მოსკოვის მექანიზმი და დღეს გამოქვეყნდა დასკვნა რომლის მიხედვითაც რომის სტატუტის ხელმომწერმა სახელმწიფომა ანუ ევროპის ქვეყნებმა მათ შორის შეიძლება მოითხოვონ საქართველოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ჰააგის სასამართლოში საერთაშორისო სასამართლოა. მოდი გავისაუბრები აქციის მონაწილეებს ამ სიახლესთან დაკავშირებით რას ცulis ეს ამბავი. სახელმწიფოებისა მოდი გოჩა თქვენ გითხოთ პირველ რიგში გოჩა მჟავანიძე. დღეს გამოქვეყნდა მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, ხო? და შეიძლება გადაიცეს საქართველოს საქმე ჰააგის სასამართლოს. ამათ აჩენს ეს შესაძლებლობას, რომ დაისაჯონ რეალურად ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც არღვევენ სისტემატურად ადამიანის უფლებებს ქვეყანაში, მათ შორის ლაპარაკია ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ანუ გავერცანი აღნიშნულ დასკვნასთან რეკომენდაციას, მე ვფიქრობ, ერთგვარი გამკვლევი არა მარტო ხევანდელი ეგროსუდებული ხელისუფლების მიმართ, არამედ
შემდეგაც, ცვლილებების შემდეგაც რა უნდა გავაკეთოთ, მოკლე და გრძელვადიან პერიოდში ისევ ნამდვილ დასავლეთში და დემოკრატიულ სახელმწიფოდ და განვითარებულ სახელმწიფოდ ამის დამკვლევია, რაც შეეხება იმ კონკრეტულ მოწოდებას ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა ისინი სააგის სასამართლოს მოუწოდებენ და ასევე პარალელურად მოუწოდებენ ექსკლუზიური ხელმოსლების გამოყენებას ეუთოს წევრ სახელმწიფოებს რომ თუ პასუხისმგებლობის დაყენება და გამოძიება ვერ ხდება ეროვნულ დონეზე იმ ქვეყანაში სადაც აღნიშნული ფაქტის სავარაუდო დაფიქსირების ალბათობა არსებობს ჩაერიეთო და თქვენ გამოიძიეთო რაც გულისხმობს იმას რომ ააგის სასამართლოს მექანიზმი გამოიყენებს და ასევე სხვა მექანიზმები რომლებიც გაწერილია ეუთოს შეთანხმების ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ ისე გაჩნდა მოლოდინი იმისა რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მინიმუმ გავიგებთ იმ ინფორმაციას რა მოხდა რეალურად იყო ნამდვილად ქიმიური იარაღის გამოყენება იყო ვისიერ იყო გამოყენება და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ რომ ეუთოს სახელმწიფოებმა ხელით ნაბიჯი უნდა გადადგან და აღნიშნული რეკომენდაცია და არ უნდა დაპყრობონ და რავი ბევრი გადაწყვეტილება გამიგია სასამართლოების მიერ, არის ორი სასამართლო სამხედრო და ასევე საერთაშორისო სამართლის და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მიზნით ბევრი გადაწყვეტილება გამიგია, რომელიც ფიგურად არ სრულდება. რავი, პუტინი ომისამნაშავეა და რა ვიცი, არ არის საკავებული და ბევრი მსგავსი გადაწყვეტილებები გამიგია, მე ვფიქრობ, ერთი რამდენად ასრულდება მაგას მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა გვინდა რომ ასრულდეს მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია რომ შეიძლება ასრულებამდე ეროვნულ მაგრამ იმაზე გაიგოს რა მოხდა რეალურად რა მოხდა უფრო ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლე დადგინდეს სამართლების აღდგენისთვის რა დონემდე გათელა ადამიანის უფლებები იმის პარალელურად რომ იყო წამება გაშიშვლება ადამიანის მოპოვება ფიზიკური შეურაცხყოფა და ამ ყველაფერთან ერთად გამოიყენა თუ არა ქიმიური იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ გამოიყენა აუცილებლად უნდა დაისახოს ყველა რა ვიცი ყველა ჩართული ადამიანი უშუალოდ ფიზიკურად შემსვლებელი ასევე ვის მონაწილეობდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში და მე ვფიქრობ რომ რაღაც კალაპოტში კალაპოტი პოვა დინებამ და სავარაუდოდ გავალ ბოლოში მანამდე მოვიწვინოთ უნდა ვიგულოთ უნდა ბოლომდე და ესაც უწყვეტი აქციები არ უნდა შევქმნიდოთ იმიტომ რომ ჩვენ თუ ბოლოში რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ხარ რომ შენარჩუნდეს ეს საპროტესტო აქციები იმიტომ რომ აქვს სუქს მოსაზრება რომ მაინც არაფერი არ გამოდის ხო ვიყავით ქუჩაში ბევრი მაგრამ ამით არაფერი ვერ შევცვალეთ ხო რას ცulis რეალურად ეს აქციები ეგ არის მეცილად არ მინდა იმეს მიმართულებით რაიმე ისეთი თქვა გულდახატყვი და ასე შემდეგ ეგ მეცილად არის არგუმენტები და თავის გასამართლებელი სიტყვები თორე როგორ არ შეცვლილა რა ვიცი იგივე რომ საკუთარი უმოქმედობა გაამართლა უმოქმედობა ან სიზარმაცე ან რაღაც ლიხლიფში ყოფნა თავიანთი გადასარგებელი ნაბიჯებს არ გამენ ობიექტური მიზეზების გამო ამას გამართლებას უგებდნენ თორემ რეალურად ეს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება და ეს რეკომენდაციები და წინადადებები რაც აღენდა რადგან ვისაუბრეთ რამოდენიმე წუთის წინ ესეც ამ უწყვეტი აქციების შედეგია თორემ ჩვენ უნდა დავშილიყავთ და საში დავშილიყავით არავით არც უცხო წევრ სახელმწიფოებს და არ ჩვენ რა ვიცი სტრატეგიულ პარტნიორებს გავახსენებთ იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვაჩვენებთ და ლეგიტიმაციაც მოხდებოდა სავარაუდოდ მოხდებოდა და არ მოხდებოდა კანონის მიღება გვაღიარეთ თორემ დაგიჭერეთ და რავი ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს რეალურად და ვერც მიიღებენ რავი რა უნდა მიიღონ და სასაშენ უნდა აწესო რავი ბიზნეს ყოველთა ფერმა ლეგიტიმური იყოს შემდგომ არანაირი ჩემთვის წარმოუდგენელია ამათი ლეგიტიმაცია იქნება იმ ხელისუფლებას რომელიც საირჩევა საქართველოს მოქალაქეების მიერ თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების მაგრამ ბევრი ობიექტურ გარემოებაზეც მიუთითებენ თქვა მოქალაქეები თქვა იმაზე რომ ლიდერი გამოკვეთილი არ არის თქვა პოლიტიკური ლიდერები და ლიდერების გარეშე ძალიან შეუძლებელია რაღაც პოლიტიკური წარმატების მიღწევა რომ აი დაყრდით ერთი თვე თუ მეტი ჩვენ მიდექით ქუჩაში და ძალიან ბევრი ადამიანი იყო როგორც ბათუმში ასევე თბილისში გამოსული ქუჩაში ეს ობიექტური გარემოებები ეგ არის არგუმენტები თავის გასამართლებლად რავი გეთანხმები მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური პროცესია ნებისმიერი აქცია და პოლიტიკური პროცესის წინახაზე უნდა იყოს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები ეს არის სწორი ნორმალური და ეგრე უნდა იყოს მაგრამ რავი რაც მოცემულობა თუ აქვს ქვეყანაში ეგა
პოლიტიკური პარტიების ლიდერები კი არა, რავი, პარტიასთან გაკარებული ხალხი, ვინც იყო ელემენტარული უმრავლესობა ციხეშია. ვინც ციხეშია და ყველა სიცილსამართლის საქმე აღებული ყველას მიმართა, რა ვიცი. მაჩორის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო როგორც ყველელი ხოშტარია დააპატიმრეს. სამოკერა სტრატეგიულ პარტნიორსო თანამშრომლობდა ინფორმაციას უძლიერებდა რაღაცა ქართულა გამოსვლა ხდება ინფორმაციები, ამის გამო სახელმწიფო გადატრიალების და იმის რა ჯაშუშობის საქმე აღმოჩნდეს ყველა ლიდერს, ვინც ციხე დატოვა გუშინ წინ და მეორე დღეს დააწიეს ახალი ბრალი. რავი, ვინმეს თუ პრეტენზია აქვს, რომ ახალი ლიდერს ელოდება, ეს ახალი ლიდერი არ ჩანს და მაშინ უნდა დაუნებდეთ და დავკაროთ ეს ქვეყანა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და თუ ვინმეს აქვს იმის რესურსი, რომ თავი, ანუ საკუთარ თავზე აიღოს ლიდერის პასუხისმგებლობა, მობრძანდეს, შემოგვიერთდეს და რავი, არავის ოპოზიცია ჯერდი საზოგადოების ანარეკლია, ხო, რაც ვართ რეალურად ამის ეგაა საქართველოს მოქალაქეები, ეგ ვართ და აქედან უნდა ამოვიდეს. ჩვენ ვერ, ანუ სხვა მოცემულობა არ გაგვაჩნია. თუ შენ პოლიტიკურ ლიდერს, პარტიულ ადამიანს, პარტიის წევრს, ლიდერს აკრიტიკებს გარკვეული ნაბიჯების გადაუდგმელობის გამო, გადაწყვეტილების ვერ მიღების გამო, აიღე პასუხისმგებლობა. კარგი თვითონ ვინმე დაგიშალა, ხელი შეგიშალა, რამე, ანუ წინააღმდეგობა გაგიწია, არ ყოფილა მსგავსი ფაქტი. ვინ გიშლის ხელს იყო პოლიტიკოსი და იყო პარტიული და პარტიული პოლიტიკური ლიდერი იყო. არავისთვის ხელი არ შეუშლია პირიქით. და ამიტომ რომ მე იმიტომ ვერ გამომდივარ რომ პოლიტიკური ლიდერის რაღაც ვერ ხედავ და ლიდერი მაკლია, ეგ არის თავის მარშალა, ასევე არის კატეგორია ხალხი, ვინც რომ ამბობს რომ ლიდერების ბელადომანია გიროსტებული დასულა, ლიდერები არ მინდა, უნდა ვიბრძოლოთ საზოგადოებამ და ერთად რავი, ანუ ან ერთი არგუმენტი აიღონ და გაწევრია და ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდნენ ქუჩაში. და თავისი წვლილი შეიტანოს, ანუ ესე მარტივად კრიტიკა, ისე გადაგმული ნაბიჯები, გადაწყვეტილების შეფასება ძალიან მარტივია. როცა თბილა სახში ხარ, ხელში პოლიტიკი ჭირავს და რა ვიცი, ანუ პოლიტიკურ ანალიზს აკეთებ და კომენტატორებს რომ გამოვიდნენ, რა ვიცი. მე მაგალითად დღეს მოცემულ სიტუაციაში, რა ვიცი, ჩემი ანუ არჩევანის გაკეთებულებას ასვალავ პოლიტიკური პარტიის მიმართ, მაგრამ ამ საერთო ჯამში რო შევაფასო, რა ვიცი, პოლიტიკური ლიდერშიპი რაც არსებობს, არის ბევრად უკეთესი, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ ჩემი შეფასებით, როგორც ერთი მოკლედ, ბევრად უკეთესი, ვიდრე ეს რეჟიმის წარმომადგენლები არიან და ერთიანი კოალიციური, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში ბევრად მეტ შეძლებენ ამ ქვეყნის გაკეთებისთვის და რავი, თუ ეს მოცემულობა და აღნიშნული ლიდერები, რომლებმაც ბევრმა პრეზიდენტთან სასჯელზე, ანუ თავს არ გაუგეს, ქვეყანა არ გადის და იმის ბოლომდე საკუთარი ოჯახები გადადეს, თავისუფლება გადადეს, ჯანმრთელობა გადადეს და ციხეში იყვნენ ან არიან ახალც, ხო, ლიდერები? ხო, არიან და იმძვიან შესვენ, ანუ ერთად იმძვიან და მაქსიმუმ ხალხი მე როგორც ხედავ და როგორც ფიქრობ და ორი ამ ხალხის მიმართ პრეტენზია როგორ რატომ უნდა ქონდეს ადამიანს, რომელსაც საკუთარი გადასათმელი ნაბიჯი არ გადაუდგავს და საკუთარი გასაკეთებელი არ გაუკეთებია, მე არ მესმის, ვინმე თუ ერთი თვე იყო აფიციალე ძალიან კარგია, რა ვიცი, დასაფასებელია, ერთი თვე კი არა, ერთი წუთი ფილმი გაატარა, მაგრამ არის ხალხი, ვინც ჩვეობის ციხეში იყო გამოკეტილი, წლების ციხეში იყო გამოკეტილი და კიდევ წლები ელოდება და რა ვიცი, ამ მოცემულობაში ცოტა სამართლიანობა მოითხოვს, რომ რეალურად შევაფასოთ. და ნებისმიერი მოქალაქე ვინც შემოგვიერთება ჩვენს მოთხოვნებს გაიზიარებს, რომელიც არის, რავი, ორი მოთხოვნა გვაქვს, არ შეცვლა პატიმრების და თავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეგ ორი მოთხოვნა არის, რა ვიცი, ის ყველა საბუჯრედო ამ ქვეყანას ეშველას, ეს ქვეყანა განვითარების რელსებზე დაბრუნდეს და ნორმალური ცხოვრება იყოს შესაძლებელი ამ ქვეყანაში და რავი, ამისთვის ნაბიჯის გადადგმა, მე ვფიქრობ, ერთგვარი პატივია მოქალაქეებისათვის, ანუ ვალდებულება რაღაც, ანუ განაკარგული და პატივია, რომ ამ პროცესში მონაწილეობს და რაღაც ჩვენ მინიმალური ფული შეგვაქვს. ამიტომ თუ შემოგვიერთებიან ძალიან გაგიხარდება და არავის არ ეთქვის, რომ აქამდე სად იყავი, რატო არ იყავი, ჩვენ წელიწადზე მეტი ვდგავართ, რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი შემოგვიერთება არის ჩვენ თანამებრძოლი იმ დონის და იმ ღირებულების და იმ
მასშტაბით, რომელიც ანუ ვართ და შემდგომში იქნება. დიდი მადლობა. მე გოჩებ ჟავანეძე იყო, თქვენ მას უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. გრძელდება ბათუმში საპროტესტო აქცია, პროევროპული საპროტესტო აქცია, რომელიც უკვე თითქმის 500 დღეა მიმდინარეობს, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, მთელს ქვეყანაში ისმის პროტესტის ხმა და მოქალაქეები ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ ისინი არაპირებენ შეჩერებას ამ ბრძოლაში, მაშინ როცა ამ ქვეყანაში ცდილობენ დიქტატურის სამყარებას და ამ ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები. მოგესალმებით, ქეთი, თქვენ მინდა რომ გაგესალმებით, ქეთი დოჩვერი. ქეთი, გაიცანით თუ არა უკვე მოსკოვის მექანიზმის ანგარის, ხო, რომელთაც არის მოთხოვნილი ის, რომ რომის სტატუსის წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მოითხოვონ ჰააგის სასამართლომ განიხილოს საქართველოს შემთხვევა, შორის ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება თბილისში. რა მოდინებს აჩენს ეს? შეიძლება თუ რა დაისაჯონ ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომლებიც არ ღვევენ სისტემატურად ადამიანის უფლებებს პროევროპული აქციის მონაწილეებისთან მიმართებაში. სამწუხაროდ ვერ გავეცანი ამ სიახლეებს დღეს ვერ მოვასწარი, მაგრამ მოლოდინი, ყოველთვის როცა გამოხმაურება იქნება ყველა დარღვევაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების მიმართ ხდება, რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად იმედებს აჩენს იმისა და მოლოდინიც გვაქვს იმისი, რომ ცივილიზებული მსოფლიო ჩვენთან ერთად არის, რაც ძალიან დიდი мотиваციის შემქმნელი და საფუძველი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც აქტიურ ან პასიურ პროტესტში არიან. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი ქმედება არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანია ის, რომ გაგრძელდეს ეს სანქციების პოლიტიკა, რომ დაასანქციდნენ სხვა პირებიც ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ეს ეფექტურია თქვენი აზრით? კი, რა თქმა უნდა, ეფექტურია. შეიძლება ცალკეული სანქციები არ ჩანდეს ისე თითქოს რაღაც ძალიან მასშტაბური ცვლილება ხდება ან ვიღაცა ძალიან შეშლია ან ასე შემდეგ, მაგრამ ჯამურად ეს ყველაფერი ძალიან დიდ ეფექტს ახდენს ზოგადად იმ ადამიანებზე, ვინც აპროტესტებს, იმიტომ რომ ეს პირდაპირი დამსახურება არის იმ ადამიანების და ზოგადად ერთ წლიანზე მეტი პროტესტის, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ცალკეული სანქციები საკმაოდ ისეთი სასიამოვნოც არის, კონკრეტულად მაგალითად იმედზე და პოზიტივზე, რომელიც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და სულაც არ არის პატარა ფაქტი ან უმნიშვნელო ფაქტი და ამას გარდა დარწმუნებული ვარ კონკრეტულ პირებზეც საკმაოდ სერიოზული სანქციები იქნება, ან უკვე იყო, უბრალოდ შეიძლება ჩვენ არ გვაქვს ყველაზე ინფორმაცია. ამიტომ სანქციები ნებისმიერ შემთხვევაში გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები უფრო დასუსტდნენ, ვიდრე ამჟამად არიან. ახალ ხებს ამ დროს წინააღმდეგობა გაძლიერებას ამ რეპრესიების ფონზე, რაც აქვს საქართველოს ოცნებას. მე მინდა გითხრათ პოლიტიკური ოპოზიციის შესახებ, რომელსაც მოახერხა გაერთიანება, ხო, აი რამდენიმე პარტია გაერთიანდა ერთ ალიანსში. რამეთ არის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ პროცესში, რომ გაძლიერდეს წინააღმდეგობა? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ეს ამ ალიანსის შექმნას და იმედი ჩვენაირად წარმატებით გაგრძელდება მათი ერთობლივი თანამშრომლობა, როგორც დაიწყო. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ამ მოწელმა ადამიანებს ბევრი რამ ასწავლა და უკვე იციან ერთმანეთთან როგორ თანამშრომლობენ, როგორ შეთანხმდნენ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ჩვენთვის მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, როცა ადამიანები აპროტესტებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ძალა, ან ძალების ერთობლიობა, რომლებსაც ვხედავთ ქვეყნის მართვის სათავეებში მომავალში, როცა ეს ყველაფერი იმედი მაქვს, რომ დასრულდება და ახალ ფაზაზე გადავალთ. ამიტომ ნებისმიერი ასე სწორად შექმნილი ალიანსი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ჩანს, რომ ძალიან ისეთი სწორი პრინციპებით შექმნილი ერთობლიობა არის. მე მგონია, რომ ჩვენთვის არის ძალიან დიდი საყრდენი, იმიტომ რომ რაც წავიკითხე და ამ ეტაპამდე რასაც ვეცნობით, საკმაოდ დიდი იმედები შეგვიძლია გქონდეს ამასთან დაკავშირებით. თუმცა მე მინდა გითხრათ რა ნაწილი ნახეთ, რატომ არ ჩავდნენ ეს პოლიტიკოსები, იქვე ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ადრე ყოველთვის იყვნენ აქციაზე, ხო? ახლა არის რამდენიმე წარმომადგენელი თქვა ამ აქციაზე თუნდაც, მაგრამ ეს არა ვინც მუდმივად მართა ყოველთვის გამოდიან ყოველდღიურ რეჟიმში, თითქმის ალბათ. და აი სხვებზე რა შეგიძლიათ რო თქვა და ანუ მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ლიდერები, პარტიის ლიდერები იყვნენ ამ აქციაზე. სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით თვითონ
საერთო რატო აირჩიეს პროტესტში არ მონაწილეობის გზა, იმიტომ რომ მე მგონია რომ ქუჩის პროტესტი ამ ეტაპზე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროტესტი და ვისურვებდი რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი ყოველდღე თუ არა საკმაოდ ხშირად მაინც ჩანდეს აქციებზე და ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს პოლიტიკური პარტიებიდან, ვინც ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად და ყოველკვირეულ რეჟიმში აკეთებს და ჩვენთან ერთად დგას რიგით პროტესტანტებთან ერთად და ვერ გეტყვით რამ გამოიწვია მსგავსი ასიურობა, თუმცა მაქვს ჩემი აზრები ამასთან დაკავშირებით პირადი საუბრებიდანაც, აი რაღაცნაირად ბევრი ადამიანი ვერ ხედავს პროტესტის დანიშნულებას, ანუ რატომღაც მასობრივ პროტესტში უფრო ხედავენ თავიანთ თავს, ვიდრე მცირე რიცხოვანში. თუმცა სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც პროტესტში არიან ჩართული და შემდეგ უკვე ვინც მასიურად გამოვა, დიდი ალბათობით მაინც იმ ადამიანების მხარს დაიჭერენ, ვინც აქტიურად იდგა მათ გვერდით მთელი პროტესტის განმავლობაში. ამიტომ ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე დაუბრუნდნენ პროტესტს. ისევე როგორც ჩვეულებრივ. თქვენი მოტივი რა არის პერსონალური და რატომ მიგაჩნიათ, რომ არის მნიშვნელოვანი ამ პროტესტის უწყვეტობა და მისი გაგრძელება? უკვე თითქმის 500 დღე გაგრძელდება ეს საპროტესტო მოძრაობა ქვეყანაში. ჩემი უპირველესი მოტივი არის ის, რომ უბრალოდ არ გავჩუმდე, არ მოვდუნდე და დაველოდო იმ ტალღას, რომელიც მჯერა რომ აუცილებლად იქნება, რის შემდეგაც აუცილებლად შეიძლება ეს. ანუ ქვეყნის შიგნით ელოდებით ამ ტალღის გააქტიურებას, რაღაც საგარეო ფაქტორების გააქტიურებას ელოდებით. ფაქტორები მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გასაკეთებელია, ამიტომ ჩვენ თუ გარეთ არ ვიქნებით მასობრივად, ჩავთვალოთ, რომ საგარეო ფაქტორებიც ვერ იქნება ისეთი. ქვეყნის შიგნით ჯერ კიდევ ხედავთ ამის რესურსს, რომ შეიძლება რაღაც ალღა გაწილდეს. რესურსი არსებობს, მე მჯერა რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ძალებითაც შევცვალოთ, უბრალოდ მე მგონია, რომ უნდა მოვიკრიბოთ რაღაცნაირად ეს ძალები მასობრივად და ერთად კიდევ ერთხელ გამოვიდეთ გარეთ, იმიტომ რომ ეს პროცესი, რაც გრძელდება ამდენი ხნის განმავლობაში, მე მგონია, რომ არის ძალიან ფასეული და გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. უდიდესი შანსია, რომლის წარმატებით გამოყენების ძალიან დიდი საფუძველი გვაქვს და მე მგონია, რომ უბრალოდ ეს მომენტი, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ჯერა რომ ეს აუცილებლად მოიტანს ძალიან დიდ გარდატეხას უკეთესობისკენ. ანუ ისტორიული შანსია, ანუ ასე ხედავ. მე ვხედავ, რომ ისტორიული შანსია, იმიტომ რომ თუ ახლა არ გამოვიყენეთ, უბრალოდ ბევრი წლით შეიძლება რომ დაგვიანდეს ისევ იმ კალაპოტში დაბრუნება. ამიტომ ჩვენ მგონია, რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ და ბევრი დრო დავუკარგეთ აქამდე. შესაბამისად, ახლა გვაქვს ის მოცემულობა, როცა შეიძლება რომ რაღაცები შევცვალოთ. ამიტომ ყველა უნდა გავაქტიურდეთ იმისთვის, რომ ჩვენი დაწყებული საქმე, რომელიც ძალიან აქტიურად და ძალიან დიდი ძალის ხმევით დავიწყეთ, აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. დიდი მადლობა. ეს კეთი დაჭვირი იყო ბათუმის პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში ბათუმის პროევროპული აქცია, რომელიც დღესაც იმართება ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მოქალაქეები ისევ დგანან შეიძლება ითქვას ამ ტრადიციული შეკრების ადგილას. და მათი გზავნილები არის უცვლელი, რომ ისინი არ შეგუებიან ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და ვერ გაჩერდებიან მაშინ, როცა ამ ქვეყანას ყავს სინდისის პატიმრები, ამიტომაც პროევროპული აქციები გრძელდება მთელს ქვეყანაში და მათ შორის ბათუმში. ასე იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ესწრებათ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან ედგაზეთი G. მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის.